სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ახლობლები განცხადებას აკეთებენ პირდაპირ ეთერში თავაზობთ მათ განცხადებას. პარლამენტის წინ და ყველამ თვითონმა ჩვენთან გამა უნდა დავდოთ ჩვენი წილი აგური ამ ქვეყნის შენებისთვის და ახალ თაობას არ ესწავლება თავიანთი წილი აგურის დადება ამ ქვეყნის ისტორიის შენებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენზე უფროს თაობასთან ერთად ყველაზე კარგად ამაზე კარგად ვერავინ ვერ გაგვიკვალოს ჩვენ ამ გზას ასე რომ 26 მაისს ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანი თარიღი არის და ვისაც ძალიან ასე ვთქვათ ახსოვს საკუთარი ქვეყნის ისტორია და იცის თუ როგორი დაღლილი მხრებით აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ეს დამოუკიდებლობა მოტანილი ახალი თაობისთვის ყველას ველოდებით პარლამენტის წინ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მიეცეთ წამალი ბავშვებს დიდი მადლობა. ელენე მოდი. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით და გეტყვით რომ 26 მაისი არის ჩვენი თავისუფლების დამოუკიდებლობისა და ღირსების დღე. ეს თარიღი გვახსენებს რომ საქართველო ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ამ დღეს განსაკუთრებით გვინდა გავიხსენოთ ყველა ადამიანი, ვინც საკუთარი აზრის, სიმართლისა და ქვეყნის სიყვარულის გამო დღეს არის პატიმრობაში. თავისუფლება მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის. თავისუფლება ადამიანის უფლებებიცაა. გჯერა რომ საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც არავის დასჭიან საკუთარი სიტყვისა და პოზიციის გამო. სწორედ ამიტომ გელოდებით ყველას 26 მაისს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და რაც მთავარია, ყველა ერთად ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას. მადლობა. მადლობა.